რუსეთსა და ევროპას შორის მოლაპარაკებები რუსეთის ომის დასრულებაზე უკრაინის წინააღმდეგ უკვე ამ თვის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართება. როგორც ცნობილი გახდა, ევროპელი ლიდერები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ შეერთებულ შტატებთან, რათა ულტიმატუმის ფორმით ერთობლივად მოსთხოვონ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის აზრით, უკრაინამ ამ ომში ინიციატივა გადაიბარა და ეს შეიძლება შექმნას მოლაპარაკებების შესაძლებლობები იმაზე უკეთეს პირობებზე, ვიდრე გასულ წელს ტრამპმა და პუტინმა ალასკაზე მიაღწიეს. და რაც თავარია, ეხლა სწორედ ევროპამ გადაიბარა მოლაპარაკებების ინიციატივა კრემლთან, ხოლო ტრამპის გუნდი მზად არის მხოლოდ ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მაგრამ არა როგორც შუამავად. თუმცა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკომმა უკვე დაგეგმა შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ კივილ დმიტრიევთან, სწორედ ივნისის ბოლომდე. ის სურს ჩაატაროს ეს შეხვედრა. ხოლო ივლისის დასაწყისში, ივნისის ბოლოს, უკვე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებების პირველი ფაზა ევროპასა და რუსეთს შორის, სწორედ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. აქ არის რაღაც, რაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან გარკვეული ცვლილებები მართლაც მოხდა. ეს ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი. Pechi News-ი. ბული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაკუთვნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მოკლედ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ცდილობენ განაახლო მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესაბამის შესახებ, აპირებენ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას. მხოლოდ მოსკოვთან დისკუსიის წარმართო. მოსკოვთან ისინი გეგმავენ საკუთარი უფრო მკაცრი პოზიციებიდან წასვლას. და ტრამპის გუნდი მიანიშნებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ევროპელებს და მინიმუმ ხელი აღშეუშალოს. ასე წოდებული ევროტრიადის ლიდერები, ანუ მაკრონი, სტარმერი და მერცი, თვლიან, რომ ომის მიმდინარეობა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. და ეს ქმნის შესაძლებლობას მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც გასცდება იმ პირობებს, რაც ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ალასკაზე 2025 წლის აგვისტოში გაჟღერდა. და აი ბლუმბერგი წერს, რომ მშვიდობის შეთანხმებისადმი ახალ მიდგომას გეგმავენ, განიხილონ დონალდ ტრამპთან დიდი შვიდეულის შეხვედრაზე საფრანგეთში უკვე მომავალ კვირას. ფადაჟორის ტრამპმა უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ დიახ, ის მიიღებს მონაწილეობას დიდი შვიდეულის სამიტში და იქვე ჩავა ვოლდიმირ ზელენსკიც. და ეხლა ერუსამეულის ლიდერები სურთ, რომ მოლაპარაკებების დასაწყისის საწყის წერტილად რუსეთმა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ შეთანხმების შედეგად უკრაინამ მიიღოს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში საერთაშორისო ძალების განთავსების ჩათვლით. ეს პირობები მოცემულია 5 მოთხოვნის სიაში, რომელიც კივ სტარმერმა, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გაასაჯაროეს კვირას ვოლდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. გახსენეთ, განცხადების მიხედვით, ლიდერების ლონდონში შეხვედრის შემდეგ, ანუ უკვე 8 ივნისს ეს გაჟღერდა, ევროპის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებაში შემდეგი პუნქტებია გაწერილი. ფხისიერი და სრული სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა. არსებული ფრონტის ხაზი გახდება მოლაპარაკებების დაწყების საწყისი წერტილი, ხოლო საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის მრავალეროვნული ძალების განთავსება. რუსეთის ასობით მილიარდი დოლარის აქტივები დარჩება გაყინული, მანამ სანამ ის არაუნაზღაურებს უკრაინას ომით მიყენებულ ზიანს. ევროპის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ევროპული სამეულის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ვოლდიმირ ზელენსკის იდეას. გაიმართოს პირდაპირი მოლაპარაკებები მისა და ვლადიმერ პუტინს შორის, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აშშ და ევროპული ქვეყნები. მაგრამ, როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა ეს მოთხოვნები უარყო. ის კვლავაც ითხოვს მისთვის გადაეცეს დონბასის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებია მის არმიას და უარს ამბობს უკრაინაში უცხოელი სამხედროების განთავსებაზე. და ომის დასრულების შემდეგაც კი უარს ამბობს უკრაინაში უცხოელი სამხედროების განთავსებაზე. თლიანობაში კი ის არ აპირებს ევროპის ჩართვას მოლაპარაკებებში. მოსკოვში ამას ანკორიჯის სულს უწოდებენ, როგორც გახსოვთ. ანუ იმ პირობებს, რაზეც ტრამპი და პუტინი თითქოს ალასკაზე შეთანხმდნენ. რატომ თითქოს? იმიტომ რომ ნახეთ, თვითონ რუსი წარმომადგენლებმაც ბოლომდე ვერ ჩამოაყალიბეს რა არის ანკორიჯის სული, რაზე შეთანხმდნენ იქ. ისინი მხოლოდ იმეორებენ, რომ თითქოს რაღაცა შეთანხმება იყო ტრამპსა და პუტინს შორის, რაღაც საიდუმლო. და აი რატომღაც ევროპა უშლის ტრამპს ამ შეთანხმების განხორციელებას. და კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლის პოზიცია ძნელად თუ შეიცვლება უახლოეს მომავალში. მაგრამ ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილი მელოდ პუტინს სპეციალურად იყო დაწერილი.
ასე რომ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას არ სურს მოლაპარაკებები. რაც პუტინმაც გააკეთა ზელენსკისთან პირადი მოლაპარაკებების იდეა უარყო. პუტინმა თავისი ამ პატარა ბინძური პირით ფაქტობრივად თქვა, არ ხედავ მოლაპარაკებების ჩატარების აზრს. ეს იყო საჭირო რომ დაფიქსირებულიყო. და ეს გახდა პუტინისთვის მახე, რადგან პუტინმა ამ პატარა ფაქტობრივად ბინძური პირით. საბოლოოდ ტრამპის აზრი ისაა, რომ პუტინი მას ატყუებდა, როცა ამბობდა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, მაგრამ მშვიდობა არ სურდა. თითქოს სწორედ უკრაინა. ეხლა ტრამპ სურთ აჩვენონ, რომ ნახე პუტინმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს წინაშე უარი თქვა მშვიდობაზე, უარი თქვა მოლაპარაკებებზე, უარი თქვა ყველაფერზე. განაცხადა, რომ ომი უნდა. და ეს რას ნიშნავს? დადგა დრო, რომ ეს გამეულტებული ჯუჯა გავანადგუროთ. გარდა ამისა, ევროპელები მიუთითებენ იმაზე, რომ ომის მეხუთე წელს რუსეთის მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. რუსეთის არმია ჩარჩა და დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა. უკრაინული დრონები წყვეტენ მომარაგების გზებს ფრონტის ხაზზე და ყირიმში. რეგულარულად ბომბავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სამხედრო ობიექტებს და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს თვით რუსეთში. ამან გამოიწვია საწვავის კრიზისი ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში. გარდა ამისა, არალაგებული რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო დიდ სირთულეებს განიცდის. იზრდება უკმაყოფილება ამ რუსი მოსახლეობის მხრიდან, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობაც აქამდე ცდილობდა ეს ომი როგორმე არ შეემჩნია. იცით ახლა მაოცებს ის ვიდეოები სოციალურ ქსელებში, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. იქ სადაც რუსი ქალები, ძირითადად რუსი ქალები, კამერის წინ ჩივიან და ამბობენ, როგორ შეიძლება ასე, რა ხდება? აქ რაღაც აფეთქდა, რაღაც მოხდა. ჩვენ ხომ ფიქრობდით, რომ ომი ჩვენზე არანაირად არ იმოქმედებდა. რატომ დაიწყო ომმა ჩვენზე ზემოქმედება? ეს როგორ შეიძლება? რა ხდება საერთოდ? რა თქმა უნდა, რაღაც აფეთქდა, რაღაც მოხდა სახს. როგორ? ეს როგორ? და ისინი გულწრფელად დაკურებულები არიან. გულწრფელად ამბობენ. ჩვენ ხო ფიქრობდით, რომ ეს ჩვენ აშოგვეხებოდა. და ეს არის პუტინის პოლიტიკის ძირეული არსი. მან ეს გავალურებული რუსები მიაჩვია იმას, რომ თქვენ პირუტყვები ხართ. თქვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ნახეთ თქვენ პლებეებო, ჩუმად იჯექით. არ მიშლით ხელს მე და ხელისუფლებას. პოლიტიკაში არ ერევით, პოლიტიკით არ ინტერესდებით. იღავით პოლიტიკის მიღმა. ხოლო მე როგორც ამობენ ხელს არ გიშლით, თქვენ იქ თქვენ საქმეს როგორ ძინდათ ისე აკეთეთ. ეს იყო ესეთი საზოგადოებრივი შეთანხმება, თქვენ არ გეხებით, ჩვენ არ გვეხებით. სულ ესაა. მაგრამ მე მართალია რაღაცა დაიწყო რღვევას. და ასეთ სიტუაციაში ევროპელები თვლიან, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა ის მოლაპარაკებებზე მიიზიდონ, რომლებიც ახლა კიევისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციებიდან შეიძლება წარიმართოს. ევროკავშირის დიპლომატიის ლიდერმა კაია კალასმა კი უკრაინის სამშვიდობო პროცესის პარგებში რუსეთისთვის ასეთი პირობა დაასახელა, როგორიცაა ჯარების გაყვანა პრიდნესტროვიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ბრიუსელში დიპლომატები სხვათა შორის ამტკიცებენ, რომ ევროსამეულის ქვეყნები ხედავენ შესაძლებლობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაიკავონ ადგილი და იქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, რადგან აშშ-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ეხლა დაკავებულია ირანთან ომით. ევროპელები ცდილობენ ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვონ თავიანთი წინადადებების მიმართ, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. როგორც ბლუმბერგის სააგენტოში ცხარო აცხადებს, ეს შეიძლება გამოიწვიოს მოლაპარაკებების დაწყებას ევროპის, აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით უკვე ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. და აქ, რა თქმა უნდა, საინტერესოა ზუსტად როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მოუწოდა ევროკავშირს დანიშნოს ერთი წარმომადგენელი რუსებთან მოლაპარაკებებისთვის. რადგან თითქოს არც ერთ არსებულ ფორმატს არ აქვს საკმარისი ავტორიტეტი, რომ მთელი ევროპის სახელით ისაუბროს. და იქ სხვა იდეები იყო. რუსეთი მაგალითად მოითხოვდა, რომ ასეთი წარმომადგენელი ევროპიდან გახდეს გერჰარდ შრიოდერი. ხოლო ევროპაში დაიწყეს საუბარი, რომ ასეთი მოლაპარაკებელი ევროკავშირის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო დონალდ ტრამპის მეგობარი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. მაგრამ დღეს თავად სტუბი. განაცხადა, რომ ის მზად არ არის ესეთი როლი აიღოს საკუთარ თავზე და ერთიან წარმომადგენლად უნდა იყოს ვიღაც ევროპული სამეულის წევრი. ამბობს, რომ ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა თუ მათ აიღეს ეს საქმე თავზე, ბოლომდე უნდა მიიყვანონ ეს ისტორია. აქ დროებით წერტილს ვსვამ. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი გამოშვება და ლაიქეთ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და დასკვნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნვეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.